შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს. საელჩო წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს. წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში. თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. თუ კი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ, ის თვითონ გააკეთებს განმარტებას ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, მაგერ გუშინ პრეზიდენტ ტრამპისგან მიღებული მოლოცვის წერილის შემდგომ ასეთი განცხადების გაკეთება და ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს. თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით თუ საჭიროდ ჩათვლის განცხადებას. მეორე მხრივ ცოტა არ იყოს და უცნაურად გამოიყურება პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ და მოლოცვის შემდეგ საელჩოს მხრიდან ამ ასე ვთქვათ პოსტის გამოქვეყნება და მესამე მხრივ ვიტყვი იმას, რომ როგორც საელჩოს განცხადებაში არის, მათ სურდათ საქართველოსთან ოფიციალურად ურთიერთობების და გაღრმავებასთან დაკავშირებით საუბარი. ამისთვის საქართველოში არის მთავრობა, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამიტომ ალბათ პირველ რიგში თუ აქ საუბარი არის ღია დამოკიდებულებაზე, საუბარი უნდა იყოს, რომ უნდა შეხვდეს შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრს ან მთავრობის მეთაურს. თუ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა ესეთი მოლოცვითი განცხადება, მოულოცა საქართველოს პრეზიდენტს ზოგადად ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე, მეორე დღეს აქედან ესეთი განცხადების გაკეთება შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან უცნაურია და ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს. ბატონი ბიძინა თავად რატომ არ შეხვდა თუ საჭიროდ ჩათვლის, ამ განმარტებას თვითონ გააკეთებს, მაგრამ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ალბათ ლოგიკური არის, რომ ელჩს პირველ რიგში უნდა კონდეს სურვილი ან პრემიერთან, ან საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე, ამიტომ ყველაფერი ეს ბუნებრივია გარკვეულ კითხვებს აჩენს.